კარგია. ვენი ვიდი ვიცი რაც კარგია. ფანტასტიკური იყავი ჩემო საყვარელო. ფანტასტიკური. ადექი ჩაიცვი. შენი წასვლის დროა ჩემო ძვირფასო. Яшрები. კარგი, გეყოფა. ადგომის დროა მეთქი. გეყოფა. ხელი. თხილად. შეცელქო შენა. არიშლი არა შენსას. კარგი. ესკიზა. ვაიმე. 11 საათია. ჯანდაბა. არა ეს შეუძლებელია. ეს რა ჯანდაბა დამემართა. ადექი სწრაფად. ჩემი ცოლის თვითმფრინავი უკვე ჩამოფრინდა. და სადაცაა თავზე დაგვადგება. სწრაფად. Marvin. რომელი საათია? არ გადამრიოთ. უკვე 11-ია? მერე? რატომ არ გამაღვიძეთ? ხომ გთხოვეთ 8-ზე გამაღვიძეთ მეთქი. მისტერ მარვინი ვარ 203 ნომრიდან. როგორ? მთელი დილა მირეკავდით? აჰა, სართულის მორიგერას მიკეთებდა. 3-ჯერ კი არა, 9-ჯერ უნდა დაგეკაკუნებინა, 9-ჯერ. დიახ, ძალიან სასწრაფო საქმე მქონდა. კარგი, ახლა რაღა აზრი აქვს, კარგი. დამირეკავინ მე. გასაგებია. მოხსენით სიგნალი მე თვითონ ვუპასუხებ ზარებს. გასაგებია? მოხსენით სიგნალი მე თვითონ ვუპასუხებ ზარებს. აი ასე. ეს იდიოტები ესე. კრეტინები. მარვინ. ადექი სწრაფად. ჩემი ცოლი წუთი-წუთზე თავზე დაგვადგება სწრაფად. ადექი. რა გჭირს? რა დაგემართა? ეს რა? ეს თელი ბოთლი არაკიდარია? რა თქვი? ცუდად ხარ? გული გერევა? აბა რა იქნება? მექსიკური კოქტეილის 6 პორცია და 1 ბოთლი არაყი გაქვს, ხალეული. შელოთოში.
და როდის მოვასწარი, მთელი ღამე შამფურით ტრიალებდით. ეთყობა მე რომ დამეძინა მე. ოხშინი. არა, მარვინ დაწყარდი. პანიკა არ გვინდა. პანიკა ყველაზე მოკლე გზაა განქორწინებისკენ. იფიქრე მარვინ, იფიქრე. მარვინ. აბა, ჩემი გოგო, ჩემი ფანტასტიკური გოგო, შენ ხომ არაჩვეულებრივი გოგო ხარ, ხო? შენ ხარ ფანტასტიკური გოგო, კი. არაჩვეულებრივი ღამე გქონდა. შესანიშნავი. არასოდეს რომ არ დამავიწყდება ისეთი, მაგრამ ახლა ცხოვრებას თუ დამინგრევ. ახლა ყველაფერს თუ ჩამაშხამებ. არა, ახლა ამის დრო არ არის. მე ორი შვილი მყავს მე, ამის დრო არ არის. მათ მამას ჭირდებათ, მამა. მიდი ეს დავიე, მიდი. ლოთოში. ხმერთო გააკეთე რამე რომ გაიგვიძოს. ხმერთო გააკეთე რამე რომ გონს მოეგოს. აღარასოდეს შევწოდა. აღარასოდეს. ცუც არაფერს არ ჩავიდე ხმერთო. აღარასოდეს შევწოდა. ცუც არაფერს არ ჩავიდე. უპასუხეთ თქვენ იდიოტებო თქვენ. მისტერ მარვინი ვარ. დიახ 203 ნომრიდან. რამნე ბავს? მე რამნე ბავს? ეს რა უმსგავსობაა? ამ ნომერში დაძინება შეუძლებელია. რატომ? იმიტომ რომ აბაზანაში მთელი ღამე მოწანწყარებდა წყალი. დიახ, მთელი ღამე. არავითარი სანტექნიკოსი არ მჭირდება, მე გთხოვთ. არა, მე მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გადამიყვანოთ სხვა ნომერში. არავითარი 12 საათის შემდეგ. არა, ახლავე დაუყოვნებლივ სასწრაფოდ. ჩემ ძვირფას მეუღლეს ველოდები ფილადელფიიდან და აი ასეთ უმსგავსო სამარცხვინო პირობებში ვერ მოვასვენებ. რაო? უკაცრავად. ხომ არ მომესმა? თქვენ მეუბნებით რომ ჩემი მეუღლე უკვე აქ არის და ჩემს ნომერში ისე გამოუშვით რომ წინასწარ არ გამაფრთხილეთ, ხო? თქვენ იდიოტებო, თქვენ კრეტინებო, თქვენ ასე მხოლოდ იაფასია სასტუმროებში აკეთებენ. დააბრუნეთ უკან. ხო? ახლავე დააბრუნეთ უკან. ალო. იდიოტები. კრეტინები. ოხმარი. საყვარელო ახლავე Marvin,
დავხსნარდი. კარგი და როგორ დავხსნარდი, რა გჭირს საყვარელო? თელი ღამე ცუდად ვიყავი, მილი. თელი ღამე? თელი ღამე. ისე ცუდად ვიყავი, მილი. სულ შამფურივით ვტრიალებდი. შამფურივით? რა საყვარელო რა გჭირდა? მაღებინებდა. გაღებინებდა? ხო. იქ საძინებელში არ შეხვიდე ჩემო პეპელა, არა. ყველაფერი დავსვარე. ეთყობა რაღაც ისეთი შევჭამე, მილი, კუჭი გამიგიზიანდა. მოგიკვდი მესე საყვარელო, მოგიკვდი მესე ზემობუსუსა. შენ და ბავშვები იყავით კარგად, მილი. შენ და ბავშვები. მე და ბავშვები? ვაიმე მარვინ, ნუ მაშინებ მარვინ, ადელფანი. ეგ წნევაა, მილი. პირამიდონი. ეგ თავია. კარვალოვი. ეგ გულია, მილი. მარვინა. სადრეკავ? ექიმს გამოვიძახებ. იყო უკვე, მილი, იყო. 10 წუთის წინ წავიდა. ხო. ჩემ ძმას დაურეკე. არის, ხო. იმან გამომიგზავნა. ყველაზე მაგარი სპეციალისტი, მილი, ყველაზე. რისი საყვარელო? გასტროენტეროლოგი? ხო, გასტროენტეროლოგი, მილი, ხო. გასტრიტიო. გასტრიტი გაქვსო, მილი. მოგიკვდი მესე ზემობუსუსა. მოგიკვდი მესე. რას ამბობ, მილი, რა, სულ შენო დრამეშველება. შენ ხარ ჩემი წამალის და ჩემი ექიმის, ჩემო პეპელა. მიდი და მინიავე, მიდი. არა, ზუსტად საგემართა. ღამის 2 საათი იქნებოდა, მილი. რატომე ამისთანა? გავჭამე ამისთანა. კუსკისერი. კუსკისერი, მილი. მექსიკურ იტალიურ რესტორანში. თუ პირიქით იტალიურ მექსიკურში. აღარც მახსოვს, მილი. მილი. რამდენჯერ გითხარი? სხვისი გაკეთებული წვნიანი არ შეწამო მეთქი. დამნაშავე ვარ, მილი, დამნაშავე, კი. მართალი ხარ. შენ არც კი იცი როგორი დამნაშავე ვარ. კარგი საყვარელო, დამსვიდდი. ახლა ლოგისიც აგატყვე და იქ უკეთესად მოგივნი. არა, ლოგიში არ მინდა. იქ უარესად გავხდები, აქ მირჩევნია შენთან, ჩემო პეპელა, შენთან, ჩემო პატარა, იქ არ მინდა, იქ უარესად გავხდები, აქ მირჩევნია, აქ. მარვი, საყვარელო, დამსვიდდი, ჩემო ბუსუსა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა ვქნათ, ასე ხომ ვერ ვიქნებით, არა? არა, რაღაცა უნდა ვქნათ, კი. ასე ვერ ვიქნებით. რაღაცა უნდა ვქნათ. წამალი. რა წამალი? ღებინების შემაჩერებელი, მილი. კომპაზინე სპანსუალესი. კომპაზინე? ხო, სპანსუალესი, მილი, ხო. საყვარელო, ახლავე. სადრეკავ, მილი. სასტუმრო სერვისში. დავრეკე, მილი, არა აქვთ ეს წამალი. რატო? შემადგენლობაში კოდეინი შედის. საყვარელო, უნდა ვქნათ, აფთიაქი. ხო, აფთიაქი. უახლოესი აფთიაქი სანტა მონიკას მოედანზეა, კი, იმათ აქვთ. მაგრამ ადგილზე მიტანით არა. მე უნდა წავიდე. აი! ხაზრი დაჩეკი? მე წავალ. არა, საყვარელო, არა. შენ როგორ შეგაწუხებ, მე წავალ. რა საბობ, საყვარელო? ცუდად ხარ, გულისრავა გაქვს. მე წავალ და მალე დავბრუნდები. საყვარელო, შენ ნამგზავრი ხარ, დაღლილი ხარ, მილი, მე წავალ. მარვინ დაჩეკი? მილი. დაჩეკი?
კარგი საყვარელო, კარგი. როგორც შენი თქო, მილი. აი ასე საყვარელო, მე ზუსტად 10 წუთში დავბრუნდები. მილი. მარვინ. როგორც შენი თქო, ჩემო საყვარელო, როგორც შენი. აი ასე. ხომილი. რა მოედანი? მოედანი. Santa Monica, Mili. Santa Monica. Compasines Pansualesi. Compasines Pansualesi. Santa Monica. Mit. Აბა, ჩემი ფანტასტიკური გოგო, ჩემი არაჩვეულებრივი გოგო, შესანიშნავი გოგო. შეხარ არაჩვეულებრივი გოგო, მაგრამ ახლა ყველაფერს ჩამაშავებ. ახლა ცხოვრებას უდავინგრევ ძალიან გთხოვ. მე ორი შვილი მყავს. იმან მამას ჭირდებათ, მამა, შენ ფანტასტიკური გოგო ხარ, შესანიშნავი ღამე გქონდა. არასოდეს არ დამოვიწყდება ისეთი, მაგრამ ახლა ყველაფერს ჩამაშავებ. არ არის. ჩუმად. მე ორი შვილი მყავს, იმან მამას ჭირდებათ. შენ კარგი გოგო ხარ. შენ ხარ ფანტასტიკური გოგო. ჩუმად. ფილადელფიაში არ იძლევიან თორე აქ კალიფორნიაში თავისუფალ გაყიდვაშია ჩემო პეპელა თავისუფალში ხო მიდი საყვარელო მილი მიდი დავიტანჯე მიდი სადრეკავ სასტუმრო სერვისში რატომ თუ წამალი თავისუფალ გაყიდვაშია ისინი უფრო სწრაფად მოგვაწვდიან ხო კი მართალია კი 203 ნომრიდან გაწუხებთ სასწრაფოდ გვჭირდება წამალი კომპასინეს Pansualesi დიახ როგორ? ეგ რა წამალია? რა თქვენი საქმეა? ახალი წამალია თქო. მომეცი აქ თურმილი, მომეცი. უხერხულია. უხერხულია. დიახ, კომპასინეს Pansualesi. კარგით, გმადლობთ. აი, ზუსტად 10 წუთში მოგართმევთო. დიდი მადლობა. როგორ დავიხარე?
ბატონო? სანამ წამალს მოიტანენ. სხვებს მივიღე, ბოლტას ვიგნები, კარგი? რა თქმა უნდა, ჩემო საყვარელო, რა თქმა უნდა, ჩემო პეპელა. მიდი. ხო, მიდი, რა თქმა უნდა. კარგი, საყვარელო. რა თქმა უნდა, მიდი. მიდი. მოდი. რა თემა მოსულსა დადექი? ზემა დადექი? აჰ! ვაიმე! ვაიმე! მოდი სწრაფად. ვაიმე! გამკრუნჩხა. მილი. ნეკნი. მეორე მხარეს მილი აქე. კარგი, საყვარელო დამშვიდში. ნელა მილი. ხელი მილი. აი ესე. შუბლი. მილი. მარვინ. კარგი, საყვარელო დამშვიდდი. შენ არ იცი რა მწარია მილი. შენ ჯვარი გწერია მე რომ ახლა დღეში ვარ. კარგი, საყვარელო დამშვიდდი. ცოტა ხანში წამალსაც მოიტანე და ყველაფერი კარგად იქნება. კი. მიდი შენ დამინიავე, მიდი. ოხ, მარვინ. მოსაკლავი ვარ, მილი. მოსაკლავი. შენი ძმისშვილის დღესასწაულს რა ვუყოთ? ჰა? მარვინ. ხო. შენი ძმისშვილის დღესასწაულს რა ვუყოთ? მივათ თუ არა? რა საკვირველია მივათ მილი? მაგრამ როგორ? რას ამბობ მილი? ამ დღის აღსანიშნავად არ ჩამოვედით კალიფორნიაში. ბიჭმა კოლეჯი დაამთავრა, მილი ხუმრობა საქმე ხომ არ არის, არა? მაგრამ არავით არის მაგრამ. სულ დამავიწყდა. ოხ, მარვინ. რა დაგავიწყდა, მარვინ? ჰარიმ დამირეკა ამ დილით, მილი. და იცი რა მითხრა? რა? მოდი, ჩემო პეპელა. მოდი, ჩემო ფარფატა. მოდი, ჩემო გოგონა, მოდი. რაოდა მილისო განსაკუთრებული. ნატიფი. დახვეწილი გემოვნება აქვსო და იქნებ საბანკეტო დარბაზის მორთვაში დაგვეხმაროსო. ვინ, მე? ხო, ჩემო პეპელა, შენ, რა თქმა უნდა, ხო? მოდი, იცი რა ვქნათ. შენ ახლა სასტუმროს ტაქსი წადი ჩვენებთან. ხო, მე იქამდე გამოვიცვლი მილი. წამალსაც დავლევ აუცილებლად და ნახევარ საათში შემოგიერთდებით, ჩემო პეპელა, მიდი, თორე მე სულ დამავიწყდა თან ლაურა და ჰარი გელოდებიან. ლაურა? ხო, ლაურა, რა თქმა უნდა ლაურა, აბა რა, ლაურა გელოდება. მიდი, მე კიდე სულ დამავიწყდა, მიდი. მილი. მიდი. ჰარი, უპასუხე ახლა, ჰარი. ხო, მე ვარ. ყური დამიგდე, ჰარი. დამაცადე. ჰარი, ყური დამიგდე. მილი, რა ხდება? მილი? მარზვი. გისმენ, მილი. მე რა ჩავიცვა? როგორ თუ რა ჩაიცვა? შენი ახალი სადღესასწაულო კაბა, მილი. ხოიცა ამ დღისთვის არ ვიყიდეთ? მოიცა. მილი, შენი ბარგი სად არის?
მადლი სენ მაგაზე არ ინერვიულო კარგი მილი რა ხდება იმათ ჩემი ჩემოდანი ვერ იპოვეს ვინ იმათ აეროპორტის სანამსრომლებმა ჩემოდანი რომელსაც წევს ჩემი ახალი კაბა და ფეხსაცმელები მადლი ჩემოდანი დაკარგემილი მე რომ საშობაოდ გაჩუქე ის ჩემოდანი დაკარგემილი არა გავგიჟდები რა გავგიჟდები მაინც და მაინც დღეს მილი დღეს ჩემოდანი როგორ დაკარგემილი კარგი რა საყვარელო სენ მაგაზე არ ინერვიულო გთხო ცეპიძე როგორც კი მიპონით მასინა სასტუმროში დაგირეკავთო მე აქ წამოვედი სხვაც მივიღებ მოწესრიგდები მეთქი რა დროს შხაპია მილი რა დროს მოწესრიგება კარგად ვიცნობ აეროპორტის მზაკრულ სისტემას ახლავე დაბრუნდი ჩემო ძვირფასო იქ და სკანდალი მოაწყვე ვინმე ხო სკანდალი კარგი მადლი ტაქსს ვიძახებ მილი დაუყოვნებლივ მივდივართ აეროპორტში და ვითხოვთ კომპენსაციას კარგი რა საყვარელო რა კომპენსაცია მე სენი ნაჩუქარი ჩემოდანი და სენი ნაჩუქარი კაბა მინდა ბევერლი ჰილზე ვიყიდით ახალ კაბას მილი რა სამბობ საყვარელო იქ ხო ცეცხლის ფასი ღირს ყველაფერი არა თანაც როგორ დავიხარჯე დაგძამოსასვლელად თანაც როგორი მდიდრული ნომერი დაგიკირავებია ჩემო ბუსუსა სიამოვნება მინდოდა მომენიჭებინა შენთვის საყვარელო შენთვის იცოდი ასე აღარასოდეს აღარ მომექცე როგორ საყვარელო თალკე თვითმფრინავით მგზავრა მაგრამ ცენი იდეა იყო ჩემი ერთი რამე მოხდეს ბავშვები ორივე მხრიდან დაობდებიანო ხო მე დაგამოვიდა ჩემო ბუსუსა სენ გასტრიტი შეგეყარა და ავად გახდი მე კიდევ უცედა ჩემოდანი და ახალი კაბა დავკარგე ოხ მილი ოღონ დღევანდელმა დღემ მშვიდობით ჩაიაროს მილი და კვირდები მთელი ცხოვრება ერთად ვიფრეთ ჩემო პეპელო დღეც და ღამით მადლი მიყვარხარ მეც მიყვარხარ ჩემო პეპელო ყველაზე მეტად მიყვარხარ დედამიწის ზურგს ყველაზე მეტად ერთად ვიფრეთ მილი დღეც და ღამეც მადლი რა საკეთებ რა დროს ეგ არის ამის დრო ყოველთვის არის ჩემო საყვარელო კარგი ნამგზავრი ვარ დავიხალე ხო და ერთად დავისვენოთ ჩემო პეპელა კარგი ერთი წუთით გამისვენ რატომ ტუალეტი მინდა ერთად ვიფრეთ დღეც და ღამეც არა ტუალეტში არა არა ტუალეტში არა რას ამბობ საყვარელო გამორიცხულია საყვარელო თელი 4 საათია მithmed მეტი ახალცემისრია გამისვი ხომ გითხარი იქ მაღებინა მილი ყველაფერი დავსვარე აბაზანა იატაკი სარკე ვერ შეგიშვებ გამორიცხულია მილი სიცხე ხომ არ გავს მადლი სიცხე ხომ არ გავს ადვილი შესაძლებელია რა ექიმმა იცი რა მითხრა იცი რა მითხრა ექიმმა რა გითხრა ექიმმა დაჩეკი
დაჩეკი. კარგი. ექიმმა მითხრა, შეიძლება ციებ-ცხელება დაგემართოსო. რა? და გარდა ამისა, მილი, ამოუხსნელი მოვლენები შეიძლება მოხდესო. მასინებ რა მოუხსნელი მოვლენები? არ ვიცი, მილი, არ ვიცი. შეიძლება მოხდეს რამე სულიად ტრივიალური. აი მე კიდე ამის ამსთან ვერ შევძლო, მილი. ხო, ექიმა ეს შესაძლებლად მიიჩნია. ვინ არ მესმის, რას მელაპარაკებით, მოსაყვარელო? ეს არის სწორედ ის ამოუხსნელი მილი, სწორედ ეს. ხო. ტუალეტი მინდა კარგი რა მარდვინ. კარგი, ხო, კარგი. ოღონდ ჯერ მე მივასუფთავები ქაურობას, მილი. იქამდე მოიწმინე. სე? ხო, მე. მარდვინ. რა? 10 წელია თოლქმარი ვართ. ვართ? ჩემთვის არასდროს არ დაგისუფთავებია ამასანა. ხო და ძალიანაც მიმიქარავს მილი. ჩემო პეპელა, ძალიან მიმიქარავს. გადავწყვიტე რომ გამოვსწორდე. გამოსწორდე? ხო, მილი, ხო. აი აქ კალიფორნიაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვსწორდე, ჩემო პეპელა. მოდი იცი რა ვქნათ. სანამ მე იქაურობას მოვაწესრიგებ, იქამდე შენ აი ჟურნალები დაათვალიერე, მილი. სხვადასხვა რეკლამებს გადახედე და ხვალისთვის რომელიმე სიმპათიური რესტორანი მოძებნე, ჩემო პეპელა. კარგი, ოღონდ ძალიან გთხოვ, მექსიკურ-იტალიური არა და არც იტალიურ-მექსიკური. ხვალინდელი დღე ჩვენია, ჩემო პეპელა, ხვალინდელი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენია. არ მესმის აბაზანაში ვარ. მავიგახე კარი რატომ ჩაკეტე? არ არის ვილი ჩაკეტილი არა. ეთქობა რაღაც მოიშალა. მავიგახე კარი ვეღარ მithme. არ არის მეთქი ვილი ჩაკეტილი არა. არიცი კარი როგორ უნდა გააღო? არა, ამდენხანს რას აკეთებ? სცენა ამასთანაში ხალი ყავს? ვერ გამოიცანი ძვირფასო. აბაზანაში არა. საწოლში მყავს. მაგარი შავრემანი გოგონა. მარვინ? რა იყო? რა მოხდა? ჩვენი ბრატ დაგისუფთავებია. ვეცადე საყვარელო. ვეცადე. ეცადე და გარჯად დაგიფასდებათ.
ადგისა ანატანი ნანი გადესო გამარვი ანატანი ნანი გადესო გამარვი მილი Marvisa, nanesio Marvisa. არა მილი არა არა კი როგორ არა მაგრამ აქ არა Fatare massenio Marvisa. მილი ჩემო ძვირფასო საწოლი ლოგინი ტრივიალურია ხო? მოდი მისამებში გავიდეთ და რამე არაორდინალური მოვიფიქროთ, რამე ექსტრა არაორდინალური. საძინებელში ფანტაზიის დეფიციტი არასოდეს გქონია ჩემო ბუსუსა. მილი, ჩემო პეპერო. მარვინ, რა ხდება? მილი, რაღაც უნდა გითხრა. საძინებელში თუ მისაღებში? მისაღებში. ო, კარგი, საყვარელო. კარგი. მილი მილი შენ ჩემთვის უფრო ძვირფასი ხარ ვიდრე შენ გონია მილი მაგრამ ადამიანს ხანდახან შეიძლება ფეხი წაუწდეს შეცდომა დაუშვას რითიც მეორე ადამიანს მისდაუნებურად აწყენებს არ მგონია sen ჩემთვის გაწყენინებინოს მარვი შეგნებულად შეგნებულად არა მილი მაგრამ შესაძლოა უნებური სიტყვით ან ჟესტით მილი კარგი რა საყვარელო ეგ ხომ წვრილმანებია კი იქნებ წავკინკლავებულოთ მაგრამ არაფერი სერიოზული მიხარია მაგის მოსმენა მილი მიხარია მაგრამ აი თუ წუთიერად თავი დავკარგე თუ სულეურის საქციელების მთელი ჯაჭვი ჩავიდინე მილი მაინც რაც ჩათვლილი სერიოზულ დანაშაულად კარგი რა საყვარელო იმის წარმოდგენაც კი არ შემიძლია რომ შენ რაიმე სერიოზულს ჩაიდენ მაინც მაინც
მაინც ვფიქრობ, ძალიან სერიოზული იქნება. თუ კი ბავშვებს უხეშად მოექცევი. მარვინ? აი კი ნომერ პირველი დანაშაულია მილი. ნომერ პირველი. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, რაც კი შეიძლება ქმარმა ცოლს მიაყენოს. ყველაზე დიდი. არა, ბავშვებთან უხეშობა ეს მიუღებელია, მილი. ყოვლად მიუღებელი. აი სხვა დანარჩენის პატიება კიდე შეიძლება. აი თუ სხვა ქალთან მიყავადე. ეგ იქნება ყველაზე სერიოზული დანაშაული, მარვინ. მილი, მოდი ბავშვების თემას ასე უცებ ნუ შევეშვებით, მილი. ბავშვები ხომ სიყვარულის გვირგვინია, ჩემო პეპელა. მარვინ, საყვარელო რა ხდება? არა, მეტის გაძლება აღარ შემიძლია, მილი. სადაცაა გული გამისხდება. რაღაც უნდა გითხრა. კარგი, რა მითხარი, მარვინ, მითხარი. ჩემთვის ეს წვრილმანია, მილი. მაგრამ შენ ალბათ მეტის მეტად სერიოზულად მიიღებ ამას. კარგი, რა საყვარელო, რადგანაც არ მიმავალ და მეუბნები, აღარ იქნება ძალიან სერიოზული, მითხარი. მილი, შენი წყენინება არასოდეს მიფიქრია, მილი. მაგრამ ვიცი რომ რამდენიმე წუთში თავს შეურაცხყოფილად იგრძნობ. მილი, მარვინ რა ხდება? მილი, შენ ახლა საძინებელში რაღაცას ნახავ. საყვარელი. რაღაცას თუ? კარგი? კარგი? მილი, გთხოვ, რაც არ უნდა ნახო, 10 წამის განმავლობაში არაფერი თქვა და არაფერი გააკეთო. 10 წამი, მილი, 10 წამი. ჩვენი სიყვარულის ხათრით, მილი. გამატარე. ჩვენი სიყვარულის ხათრით, გთხოვ. გამატარე. მილი, მილი, მილი წყნარად, მილი დამშვიდი, მილი, გთხოვ, შემომიშვი, მილი, გემუდარები, მილი არ მოკლა, მილი არ მოკლა, ბავშვებზე იფიქრე, მილი, ბავშვებზე იფიქრე, მილი, რა საკეთებ, მილი. მილი, რა საკეთებ? ათამდე ვიტყვი. 4. ექვსი? 7 მარვინ. 7? ვა.
მილი, გთხოვ შემომიშვი, მილი, გემუდარები, მილი, ჩემო პეპელა, გთხოვ შემომიშვი, მილი, გემუდარები. ბავშვებზე იფიქრე, მილი. რასაკეთებ, მილი? ლოცულობ, მარვინ. ლოცულობ? მარვინ, ლოცულობ. ღმერთს ვევედრები, რომ ეს ქალი დამლაგებები იყოს. ის შემოვიდა ნომრის დასალაგებლად. მუშაობისგან თავბრუ დაეხვა. და გლუწასული ჩავარდა შესაწელში, მარვინ. ღმერთს კიდევ იმას ვევედრები, რომ ამ სასტუმროს ყველა დამლაგებას შენი ფიშა მოეცვას, როგორც სპეცტანსაცმელი, მარვინ. მილი, ეს დამლაგებელი არ არის. კარგი. კარგი, მაშინ ექიმია. გასტროენტეროლოგი. ძიმე სამუშაო დღის შემდეგ დაქაცული იყო. და გთხოვა. თუ შეიძლება თქვენ საძინებელში მოვისვენებო. მილი, ეს არც ექიმია. ეს ქალია, მილი. მარვინ. გაგიკვირდება და ჩემი ვერსიაც ეგ არის. ოღონდ ერთ კითხვაზე მჭირდება პასუხი. რატომ არ იცვლის? ახლავე აგიხსნი ყველაფერს, მილი. ოღონდ არ მითხრა, რომ ეს ქველმოქმედებაა, მარვინ. და ინტიმური ურთიერთობა გქონდა მომაკვდავთან. მაინც ადაგიჯერებ და ვერც გულს ვერ ამიჩუხებ. მექსიკური კოქტეილის 6 პორცია და 1 ბოთლი არაყი აქვს, მილი, დალეული. ხვალ დილამდე ასე მკვდარივით იძინებს. მე ხომ არაფერს ვუარყოფ. მეცადია თუ შენი ძველი ნაცნობი. თუ მეცადია გაგეხრები. თუ ნაცნობია მოგკლა. არ ვიცი ვინა. პირველად ვხედავ. შეიძლება მე დავიციკოს. არ გამომიკითხავს. სირცხვილია, მარვინ. რა დამამცირებელია. მთელი ხამე ლოქიში კახპასთან ერთად შამპურივით უტრიალებ და საკუთარ ცოლს ავადმყოფობაზე ზღაპრებს უყვები. მილი, ჩემო პეპელა, გთხოვ, შემომიშვი, გემუდარები. მომეცი საშუალება, რომ აღიარო. არა, რომ გამოვასწორო დანაშაული. მილი, ვიცი, შენ ყველაფერს დამარცხევ, მაგრამ მილი, უთხარიან გარყვნილს. შენი ფიშა მოდაგიბრუნოს. ეს იქნება ერთადერთი, რასაც დაგიტოვებ. სასტუმრო სერვისს შემაერთეთ. არა, მილი, გთხოვ, შემომიშვი, მილი, გემუდარები, მილი, გამიკეკარი. ღია, მარვინ, რა არის იკარი როგორ გაახო? მილი, გთხოვ, შემომიშვი, 5 წუთი
მიფიქრობ? 203 ნომრიდან გაწუხებთ. ხო, მისის მაკელზი ვარ. ხო? მისის მაკელზი ხარ, მილი, მისის მაკელზი ხარ. მოკეტე! არა, თქვენ არა, ტაქსის გამოძახება მინდა. ხო, სასწრაფოდ. აეროპორტში სასწრაფო ტაქსის გამოძახება მინდა, გელოთებით. ასე არა. ასე არა. მარტო ესაა, რასაც ვფიქრობ. შურის ძიება. მე ჩვენი ცხოვრების 10 წელი მივი. 10 წელი. ცუდი წლები იყო მე. უბედნიერესი წლები იყო მარვინ. და იცი რატომ? მე არასოდეს გავიხედავ ჩვენი ლოგინის მეორე მხარეს. მილი. რაც ცოლად გამოყევი. სოლის ფიქრში ვარ ლოგინში როგორ გასიამოვნა. მილი გთხოვ. მილი. დაივიწყე ჩემი ძმისშვილი. პირველი ვერიანსით გავფრინდე, პირველად. ბავშვებთან უხეში მოპყრობა მარვინ. ნომერ მეორე დანაშაულია. აი ეს კიდევ პირველი. ეს მხოლოდ შენთვის, მილი, მხოლოდ შენთვის. არა, კარგად მესმის რატომაც, მაგრამ ჩემთვის ეს უბრალოდ ფორმალობაა, მილი, ფორმალობა. ფოტოაპარატი წამოღებული გაქვს მარვინ? მინდა დავაფიქსირო კალიფორნიაში ჩვენი მოგზაურობის ამსახველი კადრები. სამივე ერთად. ფოტოაპარატი არ გაქვს მარვინ? არის დაურეკე. ბიჭის სეიმისთვის დაქირავებული შტატიანი ფოტოგრაფი გამოგიგზავნოს. მაინც რა ღირს ეს ზურკნა მარვინ? 500? 1000? 1500 დოლარი მარვინ. მილი, საყვარელო. მაბადიებ თუ გეტყვი რომ ეს ქალი მე არ შემომიპატიჟებია. ჰა? აბა ვინ გამოგიგზავნა მარვინ? ნომრების მომსახურების ბიურო შემომიგზავნეს. მომართვეს, როგორც სიურპრიზი, როგორც საჩუქარი, მილი. ვინ გააკეთა ეს? რა მნიშვნელობა აქვს? მაინც? არა აქვს მეთქი მნიშვნელობა, მილი. ჰა? ჰარი მარვინ. შენი ძმა ჰარი.
ის ერთადერთია კალიფორნიაში, ვინც იცნობს. ხო, ჰარი, ბილი, უბრალოდ არ მინდოდა რომ მეთქვა. საქმე იმაშია რომ ეს მისი საპასუხო საჩუქარია. ჰარი ხომ ჩემზე 4 წლით უმცროსია. 4 წლით უმცროსია. ხო და 16 წლის როდესაც გახდა დაბადების დღეზე მილი ვაჩუქე პირველი კალი. სულ ფიქრობდა მადლობა როგორ გადაეხადა. იცის რომ მე და შენ 10 წელია დაქორწინებულები ვარ და ამ ხნის განმავლობაში მე სხვა ქალისკენ არც კი გამიხედავს მილი, არც კი გამიხედავს. არა. გუშინ ერთად ვისადილეთ. ცოტა დავლიეთ. მერე ჰარი მითხრა სასტუმროში რომ დაბრუნდები ნომერში სიურპრიზი დაგხვდებაო, საჩუქარიო. ასეთ საჩუქარს როგორ წარმოვიდგენდი მილი? არა, შემეძლო. რა საკვირველია რომ შემეძლო, უარი მეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი. ეს გოგონა უკვე ნომერში იყო, თან მიმზიდველი აღმოჩნდა. არა, ფული მილი. ფული უკვე გადახდილი იყო. არა. ვიცი რომ ეს სუსტი თავის მართლებაა მილი. მაგრამ ასეთი რამ აღარასოდეს აღარ განმეორდება. იმიტომ კი არა რომ მე არანაირი სიამოვნება არ მიმიღია. უბრალოდ იმიტომ რომ საერთოდ აღარაფერი მახსოვს მილი, აღარაფერი მახსოვს. აი ასე იყო. თუ არ მაპატიებ და მიმატოვებ, მე გაგიგებ მილი. აი თავს როდესაც მოვიკლავ, შენც გამიგებ. მილი, საყვარელო, რამეს ხომ არ დალე? მოდი შევუკვეთა, ცოტას დაგაწყნარებს. არ გჭირდება ტაქსი, გააუქმეთ გამოძახება. სანტექნიკოსი? არა, არ გჭირდება სანტექნიკოსი, ყველაფერი რიგზეა. როგორ? ფილადელფია? შემაერთეთ, სასწრაფოდ შემაერთეთ, კი? მილი, პეპელა, ჩვენი შვილები რეკავენ, მილი. ხო, მამა სლომო. კარგად, მამიკო, კარგად. თქვენ მალე ჩამოვალთ, მამიკო, მალე, კი. დედიკო? კი, დედიკო ჩამოვიდა, კი, ჩამოვიდა. მილი, გამოდი! კარგად არის, მამიკო, კი, ძალიან კარგად არის, კარგად. რა ხდება მან? მიეცი ყურმილი. მიეცი რომ გეუბნები. გოგოა და დაუთმე. მილი, გამოდი! პატარაა და დაუთმე. მამიკო, გავჯავდები ახლა. ხო, მამა. ხო, მამას ბედნიერება. ხო, ჩემო პრინცესა. კარგად, მამიკო, კარგად, შენ? მეც მომენატრე, მამიკო. მეც ძალიან მომენატრე. მეც მიყვარხარ, მეც. მალე ჩამოვალთ. სადა? ბევერლი ჰილზე? აუცილებლად გიყიდი, მამა, კაბას ბევერლი ჰილზე. შებრანჭიკელა. მილი, გამოდი!
გააუქმეთ გადაწყვეტილება. გჭირდება ტაქსი. მილი. Rasakateb mili. პატიო, მარვი. გადავწყვიტე გაპატიო. მილი შეწყვიტე. მე შენ არ გაგეყრები, მარვი. მილი გაჩერდი. გთხოვ. ყველაფერს დავივიწყებ, რაც აქ მოხდა. სანამ ცოცხლები ვართ. ერთხელაც არ გავიხსენებ, მარვი. აბატი, მილი. აბატი.